ყველაზე მინიმალური. ჭირდება უზარმაზარი თქვა შენი მხარდამჭერებისთვის იქ ერთი რაიონიდან მეორეში. და ესე იგი უამრავი თქვა იქ რეკლამები რაღაცა მე მაგალითად სულ უხერხულობის გასწა მქონდა რომ ჩვენაირ ღარიბ ქვეყანაში არ შეიძლება ესეთი ძვირი არჩევნები ტარდებოდეს. აი ამ სახალხო კრების არჩევნებს ჩვენ დავანახოთ საზოგადოებას, რომ შეიძლება მინიმალური სახსრებითაც ჩაატარო ისეთი არჩევნები, სადაც ყველა პოლიტიკურად ან საზოგადოებას აქტიურ ადამიანს შეიძლება დააფიქსიროს თავისი აზრი, იყოს ამორჩეველი, ან იყოს არჩეული. გააჩნია როგორ გადაწყვეტს ის ერთობა, სადაც ის არის და აი ჩვენ გვინდა ზუსტად ამის შეფერილობა მისცეთ და ისიც მე გონია რომ ასეთი ტიპის არჩევნები იქნება მართლა სამართლიანი არჩევნები, იმიტომ რომ აქ გარდა თქვა იმ დაინტერესებისა, რომ ქვეყანას ემსახუროს, სხვა დაინტერესება ასეთი სახალხო კრების წევრებს არ აქვს ნამდვილად. აი ნახოთ, ესე იგი ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი გვეხმაურება ესეთი, რომელიც პოლიტიკაში არასდროს არ ყოფილა და გული შეტკივა, რომ ესე იგი უნდა თავისი მონაწილეობა და ბოლოს იცით რა უნდა მონაწილეობა ხა. ყველა ცხოვრობს ამ ქვეყანაში, ასეთ არ მივდივართ. ყველას აქვს შვილები, შვილიშვილები და გვინდა რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს კარგი სიტუაცია, ხო, კარგად იყოს ეს ქვეყანა. როდესაც ესეთი კლანობრივი რაღაცა ხდება, რომ ვიღაცა ერთი კლანი, მეორე კლანი არ გამოდის ქვეყანაში ასეთი რამ და ამიტომ იცით რა, ეხლა ასეთი რამეა, ზოგადად დღეს კითხე ჟურნალისტებმა, რომ ალტერნატიულ პარლამენტს აპირებს, რომ შეიძლება ასეთ გავიხილოთ ალტერნატიული პარლამენტი და გარდა ამისა შეიძლება ისიც იყოს, რომ აი თქვა, მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ჩვენ ამ სახალხო კრებას რო ავირჩევთ, აქ შეიძლება ეს წარმოუდგენლობის იყო 400 კაცი, 300, 500 გააჩნიათ საქართველოს რაიონების მიხედვით, რომელიღაც რაიონს მეტი ეყოლება, თუ დიდია რაიონი, ნაკლები ეყოლება და ასე შემდეგ. ასეთი სახალხო კრება შეიძლება არსებობდეს სხვა ახალარჩეული პარლამენტის და შემდეგაც. იცით, ეს კიდევაც რო თქვა პარლამენტი უფრო წესიერი და ესეთი ხალხით იყოს, აი ვოჩდობებს რომ აყოთ ჩვენ ასეთი რა ჩვენ ქვეყანაში არ არის და ანდა მუდმივად უნდა არსებობდეს ისეთი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ყოველთვის გააკონტროლებს ოფიციალურ ხელისუფლებას და მე ამ სახალხო კრების დანიშნულებას ამაშიც ხედავ. აი რუსეთს ხო აი გლას ნაროდა ეგეთი რო არის, აი ადამიანების ხმა, რიგითი ადამიანების ხმა, რომელიც უკვე განიხსებულია ამ წარმომადგენლობით სახალხო კრებაში. აი ასეთი სახალხო კრების არჩევანი გვინდა ჩვენ და ჩვენ ფაქტიურად დღეს კიდეც გავაკეთეთ მოწოდება ყველა ადამიანს, ვისაც არ ენანება თავისი ენერგია, თავისი ფიზიკური რესურსი, ორგანიზაციული რესურსი, ინტელექტუალური რესურსი, კიდეც მატერიალური რესურსი იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ამ საქმიანობას. ჩვენ რაღაცა ფეის კონტროლით იქნება ალბათ ყველა, მაგრამ ჩვენ თითქმის ყველა ადამიანს მოუწოდებს და მე მაგალითად უკვე ძალიან მაგიერებით დააღვნიშნე ბატონ ლევან გაჩეჩილაძე უკვე გამოთქვა ძალიან დადებითი რეაქცია ამ მოვლენის მიმართ და ბატონი ლევანი ძალიან ნამდვილად წესიერი ადამიანია, მე ვიტყვი ამას, არა ბატონ ლევანს ისეთი თქვა რომ რაღაცეების და წესიერი ადამიანი გულწრფელად თქვა რომ ასეთი ტიპის მოძრაობა, ასეთი ტიპის საქმე, ასეთი ტიპის სახალხო კრების არჩევას მივესალმებით და მე ძალიან მოხარული ვარ რომ ესე იგი არა მარტო ბატონი ლევანისგან ბევრი სხვისგან, მაგრამ ბატონმა დღეს აღნიშნა ეს მაესტროზე და მინდა ის განსაკუთრებით გაუშვა ხაზი ამას, რომ ჩვენ აუცილებლად ექნება მხარდაჭერა და რაც თავარია რიგითი ადამიანების მხარდაჭერა, იმიტომ რომ ჩვენ თითოეული მათგანი ვინც აქ არის ხელისმომწერი, ეს არის ზოგი მსახიობია, ზოგი ცნობილი რეჟისორია, ზოგი პოლიტიკური მოღვაწეა, ზოგი პროფესორია და სხვა. მათ მართლა ეს პასუხისმგებლობა ადამიანები არჩევენ ახალს ეკითხებიან, რა გვეშველება, როგორ იქნება ჩვენი საქმე, ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს უფლება, აი დავჭირდეთ და ვიცავდოთ რა იქნება ამ ქვეყანაში. ჩვენ აქტიური ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის წარმომადგენლობა ყველა რაღაცას უნდა გავაკეთოთ ამისთვის. აი ჩვენ მეგვაჩნია რომ ასეთი ტიპის სახალხო კრების არჩევა, რომელსაც ექნება ლეგიტიმაცია იმ ხალხისგან, რომელსაც აერჩია, მას შეუძლია დაუყენოს ნებისმიერი საკითხის ახლანდელ თუ შემდეგ ხელისუფლებას. ხალხი თავმოყრილი ბაზაროსტატე ორივე შეკითხებით, აი თქვენ მაგიწერია უმოკლეს დროში შეუდგეთ წარმომადგენლობის სახალხო კრება. ეს ტექნიკური საკითხები. აი თვალისწინე, სართული სისტემაა ეს და აი არა, გეთანხმებით რომ ეს სისტემა არის უაღრესად სტური. აქ ლაპარაკია რომ საქართველოში არის დაახლოებით 4000 საარჩევნო უბანი. ჩვენ სურს რომ თითოეულ უბანზე გამოიყოს გარკვეული საზოგადოება, ანუ იმ ადამიანებისგან შემდგარი, რომლებიც გაინტერესებულნი იქნებიან ასეთი კრების არჩევაში და საბოლოო ჯამში შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ ამ კრების უკან იქნეს 1 მილიონი ადამიანი. თავისუფლად, სულ თავისუფლად, შეიძლება მეტიც. ანუ ეს კრება სახალხო კრება გამოხატავდეს 1 მილიონი და მეტი ადამიანის ინტერესებს.
ტექნიკურად დაგეგმილია შტაბების შექმნა, ასე ვთქვათ, ძირითადი შტაბი და შემდეგ ადგილობრივი შტაბები, დაგეგმილია გარკვეული ტრენინგები, ასე ვთქვათ, აგიტატორების, რომლებმაც ხალხს უნდა უბრალო ენაზე განუმარტონ ეს ყველაფერი. საკუთარი ამას სჭირდება ჩვენი ჩასვლა და ჩვენი სიარული ადგილებზეც და თბილისშიც. ნუ თქვენ როგორც შეაძლოთ, აქ არის კიდევ ცდილობა ახალი ტრადიციის შექმნის, ეს არის ახალი პოლიტიკური ტრადიციის შექმნის ცდილობა. ასეთი ტრადიცია საქართველოში მე მგონი აქამდე არ ყოფილა, ხო ხდები რაღაცა მსგავსი იყო სამოუკიდებელი საქართველოს, აი მე გულისხმობ 19-21 წლების საქართველოს კარიერაზე, იქ იყო ასეთი ეროვნული კრება ერთხელ. მაგრამ მას შემდეგ ასეთი ეროვნული კრება საქართველოში არ ყოფილა, ნუ ახლა თუ არ ჩავთვლით ეროვნული მოძრაობის პერიოდში იყო რაღაცა მსგავსი, მართლა სახალხო მოძრაობა იყო ხალხო. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა იქ, რასაც მამაჩემი ძლიერ დამზადებულია, ლიდერობდა და ხელმძღვანელობდა, ეს მართლა სახალხო მოვლენა იყო. ის შემდეგ კი აღარ არის სახალხო. ეს პოლიტიკა გახდა ესე ვთქვათ ელიტარული და შემდეგ უკვე კორუმპირებული. ელიტარული კორუფციის ინსტრუმენტი. აქ არის ცდილობა რომ ჩვენ ასე ვთქვათ ახალ ტრადიციას დავუდოთ სათავე და სხვათა შორის აი პარტიებზე ითქვა აქ რაღაცა გასაკუთრებელია პარტიები. პირველ ყოვლისა მინდა ვთქვა რომ პარტიები არიან საზოგადოების პროდუქტები და არაპირიქით საზოგადოება არ არის პარტიების პროდუქტი. პარტიები საზოგადოება კი არ უნდა დაუბრუნდეს პარტიების წიაღს. პირიქით პარტიები უნდა დაუბრუნდნენ საზოგადოების წიაღს. შემდეგ მართლაც. ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში ამავე პოზიციაზე დგას. ჩვენ არა მხოლოდ ზეპარტიული, ზეპარტიული ცოტა ისე გამოვიდოდა, რომ ისე გამოვა, რომ თითქოს აი ჩვენ უკეთესები ვართ, აი თითქოს სხვები არიან, არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ვართ ზეპარტიული და ინტერპარტიული. ანუ ჩვენ ისევე როგორც მუჰამედი მივიდა მთასთან, ხო, თუმცა არ მივა მუჰამედთან. ჩვენ მივარ მთასთან, ასე ვთქვათ. მე მაგალითად აი დიდი სურვილი მაქვს ბალანზე ბატონ შავლანათელაში უსაც შევხვდე, ვაპირებ მასთან საუბარს და კონსულტაციებს. და სხვა დანარჩენ პოლიტიკოსებთანაც, ლიდერებთან და ასე შემდეგ ჩვენ გვექნება შეხვედრები, ალბათ გავუგიარებთ ჩვენს მოსაზრებებს. აი გამოგვეცა ჩვენ ესე იგი ჩვენი პოლიტიკური პარტიების რჩება ახლა ის რო თქვენ ახალას მაგას გადაიხსნათ იმას, მაგრამ ჩემი პარტია კი არ შესულა მოძრაობაში, მე როგორც ინდივიდი გუგული მაგრა და გავწევრიანდი ასე საინტერესო ჯგუფში. ჩვენ ესე იგი ასევე მოუხმობთ ინდივიდებს, პარტიულია, არ არის პარტიული, საზოგადოებრივ ორგანიზაციაშია, უბრალოდ მოქალაქეა, პროფესორია, გლეხია, მუშაა, უმუშევარია თუ სხვა, ყველა ადამიანი ვისაც უნდა და მოიღოს მონაწილეობა ნამდვილ არჩევნებში სახალხო მთავრობისა. დღეს ბატონმა რეზოისაძე მახსენა ეს, რომ აი აღარ არის ჩვენი ხალხი ღირსი იმის, რომ ერთხელ მაინც თვითონ დამოუკიდებლად ასე ვთქვათ ყოველგვარი გაყალბების გარეშე აირჩიოს ის ადამიანები, ვისაც ენდობა. აი ეს არის ჩვენი. სხვათა შორის ამის მე დავამატებდი ამას აქვს თავისი პრეცედენტები სოფლიო ისტორიაში, საბერძნეთში და რომშიც იყო, საბერძნეთში და რომშიც ყოფილი და სხვათა შორის დღევანდელ სოფლიოშიც არის ქვეყნები, სადაც არის მსგავსი კონგრესები და უშუალოდ იგივე ინდოეთის ეროვნული კონგრესი, აი სონია განდი ცნობილი იყო, ჩამოყალიბდა თავიდან ეს არ იყო პარტიული. არის კიდევ მაინც ევროპაში არ არის, ევროპაში არ დგას ბატონო ეს საკითხები. არა ევროპაში ახლა გაყალბებული არჩევნების პარტიების სახალხო პარტიების სისტემა ფუნქციონირებს. სახალხო პარტია თითქმის ასეთი ორგანოა, ის ფარავს მართლა საზოგადოებას. ჩვენ უფრო გვაინტერესებს მაგალითად აფრიკული ქვეყნების გამოცდილება, მაინტერესებს სამხრეთ ამერიკული ქვეყნების გამოცდილება, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი მაინც აფრიკულ და სამხრეთ ამერიკულ ქვეყანას გვიშენებს აქ, ხო? მე სხვათა შორის მინისტრ ლომაიას უხარეს პირდაპირ ეთერში. რომ თქვენ სწორედ ეს ვთქვათ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანას გვიშენებს, სადაც ყოველთვის არის შესაძლებლობა რომ გაჩნდეს ხუნტა, სიკვდილის ესკადრონები, კორუფცია და ასე შემდეგ, რაღაცა ჰიპერკორუფცია, ხო? არა. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ რაღაცა გარკვეული პრეცედენტებითა, აი ავღანეთში არის რაღაც გავსი პრეცედენტი, არა, ლოია ჯირგა, სხვადასხვა ომის შემდეგ, როდესაც მგონი ხუთასთან საბჭოდი სარკუნელი არის, დიახ, ეს არის უმაღლესი საბჭო, ანუ აქ მგონი რამდენიმე ათასი ადამიანია, ესენი არიან ცნობილი ადამიანები, აქ შედიან ასევე სხვადასხვა ტომების, სოციალური ჯგუფების, პროფესიული ჯგუფების, ამბების და ასე შემდეგ. ეთნიკური ჯგუფებისაც ხომ ავღანეთი მრავალეროვანი ქვეყანაა. სხვათა შორის მე უკვე